დღეს გადავწყვიტეთ ჩემ მეგობართან ავსულიყავით და ქართულ იტალიურ მოტივებზე მოგვემზადებინა სადილი, პესტოთი და პომიდორის ჭირით. ოღონდ მოვამზადე რა თქმა უნდა მე. ხომ იცით სამზარეულოს არ უყვარს ბევრი ადამიანი. ყველაფერი ნიკორა Excel-ში მოვიმარაგე და დავიწყე მზადება. პირველ რიგში დავჭერი ხახვი და საქონლის ფარშთან ერთად მოვშუშე ტაფაზე. შემდეგ დავჭერი საკლასეს პომიდორის ჭირი, რომელსაც ძალიან ხშირად ვახსენებ ჩემს ვიდეოებში და იცოდეთ, უგემრიელესი პროდუქტია და უხდება მე მგონი ყველანაირ სადილს. ისიც დავამატე მომზადებულ ფარში და დავაჭრილდე რამდენიმე კვილი ნიორი. ამასობაში მოვხარშე ფეტუჩინი. მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმის მაკარონით მოამზადოთ. შემდეგ ფარშის მასას მოვასხი 1 ჩემჩა მაკარონის ნახარში წყალი და გადავიტანე ფეტუჩინი. ამ კერძის ასევე უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია საკლას პესტო ფსტის ბაზაზე, რომელსაც ძალიან ნაზი და კრემოვანი გემო აქვს და ამ კერძისთვის ზედგამოჭრილია. ბოლოს მოვაყარე მარილი პილპილი და კარგად ამოურიე. უშუალოდ მირთმევის წინ დავაგლიჯე თავზე ბევრი რუკოლა და დავახეხე პარმეზანი, რაც ბევრი მით უკეთესი. უშუალებელი პორცია თითქმის ბოლომდე შევჭამეთ 2 ადამიანმა, ღვინოს დავაყოლეთ და ოდნავ ფეხის არებით დავბრუნდი სახლში. გემრიელად მიირთვით.